პოლიტპატიმრების რაოდენობის ზრდა და რეპრესიების სხვადასხვა პროფესიისა თუ სოციალური ჯგუფის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომლებიც სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას გამოხატავენ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა ილაპარაკა, რომელიც ევროსაბჭოში სოციალური კომიტეტის ხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასევე ხაზი გაუსვა თავისუფალი მედიის შეზღუდვას და სიტყვის ჩასახშობად მიღებულ კანონებს. აქამდე მე აქ ჩამოვდიოდი სესიებზე და გიყვებოდით, რომ რუსმა ოლიგარქმა, რომელიც მართავს ახლა ჩემს ქვეყანას, ძევლად აიყვანა ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი. თუმცა დღესდღეობით ოლიგარქმა ივანიშვილმა დააპატიმრა ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი და თავმჯდომარე. ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დაკავებულია გივით არგამაძე. მათ ტყვეთყავთ აყვანილი 50-ზე მეტი ახალგაზრდა სინდისის პატიმრები, რომლებიც მშვიდობიან აქციებზე დააკავეს. მათ დაატყვევეს ქალი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მათ აწამეს და ასახიჩრეს 400-ზე მეტი ახალგაზრდა. მათმა სპეცრაზმა გაიტაცა და სიკვდილამდე სცემა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. იღებენ კანონებს, რომლის მიხედვითაც სულ მალე მედია შეეზღუდება ყველანაირი უფლება და უბრალოდ აღარ იარსებებს. მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც აჯარიმებენ, აპატიმრებენ ადამიანებს Facebook პოსტების გამო, აზრის გამოხატვის გამო. მათ გააუქმეს არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ აირჩია სრულიად რუსული კურსი. ჩემი კოლეგები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლები არიან, აყენებენ ყველა საქმის კურსში თქვენთან. მაგრამ ვინაიდან ეს ჩემი ბოლო ვიზიტია აქ, მინდოდა მეთქვა, რომ არ დაგვივიწყოთ და იცოდეთ, რომ ქართველი ხალხის ისტორიული და დღევანდელი არჩევანი არის ევროპა. ოცნების პრემიერი